მშვიდობის ხალხო. ამე როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? როგორ გწამდებით? აცაკლია თვითონ. 1:09 საათი ავდივარ. გვიღვიძა იქამდე. მოვდეხავდე, იქ საშინლად მწყურია. კატასტროფულად. ხვალ 16. ხვალ მივდივარ მამალობთან, რომელთანაც არ ყოფილვარ. რავი. არც ვიცი ბოლო 15 წელია. გეგმიურშება წმებაზე. ევასმერიც არ ყოფილვარ. არ ვერთხელ ეხო გადავიღე, მაგრამ მარტო ეხო გადავიღე. ხოდა ხვალ მივდივარ, ეჯერ მამალობთან და მამოგრაფია მინდა, ეხლა კი არ მინდა, მამოგრაფია მინდა რომ გადავიღო. ან თუ კი რამესადმე პატარა ერთი ცალი წვეთი არისო, გამოჩნდებაო და ხო იცით ეს დედაჩემს რო ქონდა მკერდის კიბო, ეს ჩემი ის არის ძალიან დიდი ის რა და ხელავ ეს დღეები მოსვენება მაგთა კარგული. დილას ჩავეწერე 10 საათზე ხვალ. რო იქარბელოდო. ესე იმედია ყველაფერი კარგად იქნება. და ჩემი დაბადების დღის წინ რამე ისეც არ გავიგე. ესე გაგიბაც არ მინდა. ფიქრობ იქნება არ წავიდე და ჩემი დაბადების დღის მერე წავიდე. მაგრამ მეორეს მხრივ თუ არაფერი იქნება, რა კარგი იქნება. გავიკეთოთ ახლა ყავა. ოღონდ ის მინდა დასასხმელი. უნალეკო. ნალექენი არ მინდა. და წყალი მინდა ძალიან კიდევ. მაგრამ დილას ესე არ მწყურია, დღეს იქნა გავაკეთე ვაჯებთან. დილას ესე არ მწყურია. თუ მოვიყუდე და ისე დავლიე. ზალპით, როგორც იწვია. მერე მისცევა საშინელი გულისრევის გრძნობა. მოიცა მიკროფონი მომტანე, ვიოის ხმანა ზალაპარა. მიკროფონი როცა მიგეთი ახალ ყვირი ვარ რა ლაპარაკობ ჩვეულებრივად ხმადა ხო და მივეჩვი ეგრე ლაპარაკს და მიკროფონის არეში მასე რომ ვილაპარაკო ალბათ ვერც გაიგებ. ნუ კარგად ვერ გაიგებ. ყოფილა წყალი. ხოდა ეს გეუბნებოდით.
სნიკერსი მინდა და არა გვაქვს. ახლა გავაცნობიერე. რა მზეო? რა გინდა? ჩამოიჭი მაიკადე. კი, მიყვარს დე. არ მინდა ცუდი კაცი. აი, პატარა კვაკვა. ვენ კატა მოვიდა? კატამ გაუკეთა ისა? დაკაწრა კატამ? თუ კატა გადაარჩინა? არა, კატა. გადაარჩინა კატამ, ხო? კარგი კატა? აჰა. კარგი. ერთხელ ეწრა. გადაარჩინა. ბონი რა საკეთ? ბონი. რა საკეთებდი? როგორ შეიძლება კაკას ჭამა? და როგორი ლოკავსენას ღმერთო. ეს არის კაკა, არ იქნება ეს. გადი. ბონი. კიდე მოიწევს. ეს არის კაკა. კაკა არ იჭმება, ქალო. გენერატორ შენ. დებილი. პრობლემები და ამტენას. საკვანს. სარიცხის საკვანს. გენერატორ შენ. არ გვაქვს ნიკო. დღეს ვიყიდე. გუშინ საღამოს. აი ხო ვიყავით იქა. კარფურში და რაღაც. არაფერი არ მინდოდა ხალხო. просто წარმოიდგინე, არაფერი არ მინდოდა. ანუ ტკბილი, არაფერი არ მიყიდე, იმიტომ რომ არაფერი არ მინდოდა. ანუ იმდენად არაფერი არ მენატრება წონაში კლების დროს, რომ ტკბილი არაფერი არ ვიყიდე. просто ჩემთვისაც კი დაუჯერებლად ჟღერს. შეიძლება არაფერი არ გინდოდეს. ამნაირად ესე იგი ეს რო ვიყიდე აი ესეთი ხილი ეს თან მოხალულია ხალხო ესეთი ისეთი გარჩეული ხო ეს ხოლმე რუალარი და ეს ღირდა 12 ამ წეს ხა ეს უფრო იაფი ხო უნდა ღირდეს მაგრამ ეს მოხალულია გარეთ ხილია და თან მოხალულია
Bebe. Mondi. Ja. Ah. Ja. Chia. Top. Aha. Ой, вас. Это подобие. ხანარავი ხალხო მოგეთ მეშინია. მეშინია რა. არ მინდა ცუდი რამე მჭირდეს. მით უმეტეს დაგვიანებული. არა, 15 წელი არ ყოფილვარ მეთქი ვამბობ. არა, ხა ხელით ხო გძნობ არა და რავი თუ გძნობ. ევას მერე აქეთ მანქოლი პატარა შარიკი. ხა მაშინ ეხლა რა გადავიღე? ონკოლოგიურში გადავიღე და ცხიმოვანი რაღაცა მიხავს. აბურთულა რა. ეგენი მაგ ისავ. და სხვაზე აფერს ვერ გძნობ, მაგრამ იქნება რამე რა ვიცი. ძალიან აქტიურადაც არ შემიძლია ხოლმე შემოწმება, იმიტომ რომ აქ ჩემთვის ეს ძალიან სენსიტიური ისაა რა. და ჩემს რომ კედის კი მქონდა. ამის გარჩევა ძალიან დასიამოვნოა. ისე კარგად ჭამენ და თან ამბობენ, რომ გარჩევა უფრო კაია ვისე ჭამო. ხოდა მოკლედ ამ დღეებში ყველაფერი წარმოვიდგინე. ისიც კი წარმოვიდგინე, თუ უცაბედი საშინელი კიბო მაქვს მეთქი, რომელიც ძალიან სწრაფად კლავს და გავიგე მეთქი. გიმკურნალო თუ არა. არ მინდა რომ ვიტანჯოთ ხო. თუ შედეგი არ ექნება. ასევე ისიც წარმოვიდგინე. სად უნდა დავიმარხო. ღმერთო. ყველაფერი წარმოვიდგინე მოკლედ. და ისიც წარმოვიდგინე, ყველაფერი თუ კარგად იქნება, რა ბედნიერი ვიქნები. და ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ გავიკეთებ იმ გენეტიკურ ტესტს კოტიმ რომ მითხრა. მოკლედ გენეტიკურ ტესტი არსებობს. დასადგენად მაქვს თუ არა ის გენი. კედის კიბოს გენი, რომელიც და ჩემს ქონდა. დიდი ალბათობით და ჩემს რო ქონდა, შეიძლება მეც მქონდეს ძალიან დიდი 60%-იანი ალბათობა. ეს ქალური ისინი ძალიან არის რა. ისა. ხოდა თუ მაქვს ეგ გენი. ამჯერ უნდა მოაგრო ფული და გავიკეთე ეგ ტესტი. მაქვს თუ არა ეგ გენი. 1800 ლარი გქონია ეგ ტესტი. და თუ არ მომაჩდა, მე უნდა მოაგრო ფული. მოდი. მე უნდა მოაგრო ფული და გავიკეთო ის ოპერაცია. ანჯელინა ჯოლიმ რაც გაიკეთა. ანუ საძილე ჯირკვლების ამოღება თუ ეგენი მაქვს, ადრე თუ გვენ აუცილებლად დამემართება. ხო და ჩემი ამბავი რომ ვიცი რომ ექიმებში სიარული არ მიყვარს. ხო და ამიტომ თავი რომ დავიზღვიო, რაღაც მინდა საძილე ჯირკვლები ახლა მე. ხო და შევაგროვებ რა ვიცი რა ღირება ეგ ოპერაცია მე საძილე ჯირკვლებსაც რომ მოიღებენ მკერდი ხო სრულიად ეკიდება მე მაგას პლასტიკაც ხო უნდა და რა ვიღირება ეგ რა ვიღირება ცოტა აუნე შევაგროვო მაგის ფული არ ვიცი ერთ რამეს ხა დააფინანსებენ თუ არა ხო ფინანსებენ უკვე არსებობს და დაავადებას და ანუ პრევენციის მიზნით აუ საწოვით ეს მეორე ჯოლიმ გაიგეთა ეგ ეგეთი ოპერაცია და სასურველია კიდე თუ საშუალოს მოსასაკურთხეებსაც ამოიღებ იმიტომ რომ ვისაც კედის კიბო აქვს იმების ისიც აქვს მაღალი რისკი ვისაც კედის კიბო ყავს უახლოეს ნათესავს ვისაც ქონდა
ჯოლი მგონი ყველაფერი ამოიღო. აი დიდი ოპერაცია და ეხლა ეგ ჯერ არ მინდა მე მაგები სამოღება ახალგაზრდა ვარ. ანუ იმიტომ კი არა რომ ბავშვს გაჩენა, მე ბავშვს გაჩენა არ მინდა, просто ჯერ ახალგაზრდა ვარ მაგისთვის მე მგონი. 12 შვილი არ მინდა მე. ანუ ჰორმონები და რაღაცა ხო აირევა. იმითიც აირევა, მაგრამ ამით უფრო მეტად აირევა. ხოდა მოგეთ. იმასაც ფიქრობ, რომ თუ ადამიანს უწერია, მაინც მოუვა მეთქი და შეიძლება უაერესი მოვიდეს მერე, ვიდრე უნდა მოსულა და თქო, მაგრამ იმასაც ფიქრობ, რაც შემიძლია ის უნდა გავაკეთო თქო. ასე. Mama, ჩემი მამალი დავე. აკაი ყამ. თავი შემოლა. ასე მოხალოს თითქოს სხვანაირი მაგრამ გეგმა მიწის თხილი გა რაღაცა სხვა არის. ხოლმე მოგეთ ხალხო, ასე ამბავი, ეს სასიამოვნო სიახლეები. სასიამოვნო ბჭყალებში რა თქმა უნდა. ნახოთ აბა ხოლმე მეტყვიან. ამერთ მაქნას რო ყველაფერი კარგად იყოს. თან ახლა ვუახლოვდები მასაკს და ჩემი 38 წლისა დაიღუპა. არ დაიცვალა. და ნუ მე 36 ხდები. ხო და აი ესეთია. ხო ხდებით არა. რომ უნდა გასცდე იმას აქსაც და შენი რასაც შენი ვერ გაცდა და ანუ შენც რო გეშინია, რომ შეიძლება შენც ვერ გაცდე. თან რო ფიქრობ იმაზე როგორია შენ უფრო დიდი იქნები ვიდრე დედა შენი. თან აბედნიერება ერთის მხრივ წარმოიდგენ რომ დედა შენი სადგიაში შენ რო იყო და რო იცი რომ შენი შვილი ცოცხლობს. რაც შენ ვერ იცოცხლე იმას. ეგეც რა ბედნიერება. და მოკლედ ათასი ამბავი. შეიძლება ეს იყო ის, რაც ამ კვირაში ხასიათს მეფუჭებდა. ანუ გაცნობიერებულად რამდენჯერად მოდიოდა ეს ღელვა, შიში, ფოთვა და რაღაცა ვაგდებდი უკან და ვეუბნებოდი, რომ ანუ აზრი არ აქვს ამაზე ფიქრს და გულისხმ თქواس. ანუ ერთი ციკლი გავიარე ამ ფიქრების მერე. იმიტომ რომ თუ რამე არის და მე კარგად თორად შეგიძლია. და თუ არაფერი ეგეთე სისულელეა ხო გულისხმ თქვა და თუ არის მაინც სისულელეა იმიტომ რომ თუ რამე შველის უშველის და თუ არ შველის მაინც არ უშველისა ყველა ანუ ნერვები რაზე უნდა დახარჯო რაღაც შიშებში ანუ და ყოველ ჯერზე ამას ვეუბნები ჩემთვის და არ ფიქრობდი ამაზე როგორც კი მოდიოდა ფიქრი ვაკეთებდი მაგრამ უკან წოვა კი ფუჭდება მაინც ყველაფერზე აისახება ეგ. ხო და აი ესე აბა ვნახოთ კომენტარებში რა ხდება. ნინი, გამარჯობა, ჩემო გოგო ძალიან დავიკარგე ეს დღეები და ისე მომენატრე. ჩვენ ერთად დალეული ყავა, ნუ აი ყველაფერი როგორ ხარ ჩემო საყვარელო. ეხა ზაფხული როა და რაღაცა ფიქრობ რა ყველა ალბათ სადმე არის წასული რაღაცა საქმეებს აგვარებს რაღაცებს აკეთებსა აი ესეთი პერიოდია განსაკუთრებით ეხა უკვე სექტემბერი ახლოვდება და ლელო ნინი როგორ ხარ საყვარელო მიყვარ ხარ კარგად ჩემო ძირფასო შე როგორ ხარ მე ძალიან მიყვარ ხარ თინათინინი მიყვარხარებით უსაყვარლესი გოგოა მადლობა საყვარელო ინგა ეს კაბა როგორ გიხდება ულამაზესი ხარ მე კიდე არ მიყვარს ეკაბა მგონია რომ ჩემი სტილის ტანისთვის არ არის ეკა ციცი ევანი ჩემო საყვარლებო ძირფასი დედაშვილი უფალი გფარავდეთ საუკეთესო შვილები გყავს ამინ ძირფასო ამინ მადლობა
მარი კლდანშიც არჩეულებრივი ბაზარი გვაქვს. ახლოს არა ფასები იგივე შეიძლება ნაკლებად. არ ვიცი კლდანის ბაზარი სად არის. ანუ აი წარმოდგენა არა მაქვს. ერთ-ერთჯერ ვიკითხე და არავინ არაფერი არ მითხრა სად არის თქო. ირმა სიცოცხლე ხარ ჩემო თოჯინა. ლელონი ჩემო საყვარელ ბედნიერი და მშვიდობიანი დღეები ტუნა რა საყვარელია. ნინო ეხლა რაღაც მოვკარი უმსგავსო კომენტარს თვალი. მე ვერ ვნახე უმსგავსო კომენტარი. სანამ აი რომ მე ვერ ხედავ ისე. ვაპიერი პასუხის გაძემას და გადავიფიქრე ბოღმას ანთხევ. ბიჭო, გამართულად მაინც დაწერე რომ პასუხის გაძემას წერდე. როგორ წერენ ისე აზროვნებენ და იგნორი მაგათ. კი, ჩემო საყვარელო, ზუსტად ეგრეა. დაჟე იმაზე უარესად აზროვნებენ ვიდრე წერენ. იმიტომ არიან მაგ დღეში. ათინო, სალამი ნინი, ევამ რომ განაწია შოკოლადი გადავახვიე და ისე მოусმინე, საოცარი ბავშვი ხარ ევა. ძირფასო როგორ არის იცი, ბავშვები საოცრები არიან, როცა შესაბამის გარემოში იზრდებიან. ანუ ვინც ჩამოთვალა და ვისთვისაც განაწილა შოკოლადი, ის ევას თანყვება ხოლმე. შესაბამისად ბავშვი არის ის, რასაც დასთესავ იმას მოიმკიხე. ესე რომ გასაკვირის უფრო იქნებოდა, რომ ეგ არ ეხსენებინა და არ ეთქვა. და ეს მე მაგალითად ძალიან ჩვეულებრივ რამეთ მიმაჩნია, იმიტომ რომ რა ვიცი მართლა როცა ადამიანის ეტყვება, მე დიდია თუ პატარა ბავშვიც ხდება. ბავშვები კიდევ უფრო კარგად ხდებიან და ბევრს ხდებიან ვიდრე ზოგჯერ დიდები. ასე რომ ბაბი ძალიან ჯგვიანი ხარ და ინტერესიანი, მშვიდობიანი გზა მოდამ. მადლობა საყვარელო, დიდი მადლობა. ეს ორი ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია. მოფალიქ ფარადეს ნინი როგორ შეგეჩვიენი, რომ არ მოგწებნო არ შემიძლია დე. ვაიმე რა საყვარელი ხარ ძირფასო. ირმა ისეთი ლამაზები და საყვარლები ხართ სამივე. მადლობა ძირფასო. როგორ ხალია, სად არის, როგორ არის ნინი? კარგად არის სახლშია. ირინამ ევუსიო. ხომ. ხანუ მოკედესი ამბები ხალხო. ეხლა დღეს მაგაზე ვფიქრობ, ხვალავი რომელსაც საბურთალოს ფილიალშია მარტო სკრინინგ ცენტრში მივდივარ და საბურთალოს ფილიალშია მარტო ეგ ისაო მამოგრაფია. ესე იგი ხალხო, ვინც იგზის იმან მამოგრაფიის და ეხოს გარჩევა არ იცოდა, ანუ რომ დავრეკე. ძლივს მივახვედრე რა რას ვეუბნებოდი, არ მახსოვდა მამოგრაფია რო ერქვა და დამელოდეო წავიდა ვიღაცას კითხა. და არ იკეთებენ 40 წლამდე მამოგრაფიას და მეთქი ვიცი რომ არ იკეთებენ, მაგრამ მე ჩვენება მაქვს რომ დედაჩემს ჰქონდა და თან 15 წელი არაფერი გამიკეთებია და მინდა რომ ზუსტად ვიცოდე რომ იქნება ეხომ რამე ვერ დაინახოს და ეგ მილიმეტრებში ხედავს ყველაფერს რა და ამიტომ გადავწყვიტე რომ მამოგრაფია გავიკეთო. ანუ კონსულტაცია ექიმთან. ფასები მითხრა დამავიწყდა. 95 ლარი ღირს, 85 ლარი ღირს. და 100 ლარამდე კიდე ისხრის გონი მამოგრაფია და უფასოდ გეკუთვნისო კიდე საშუალო ნუსხელის სკრინინგია და მეთქი კაი ჯანტებას მაგასაც გავიკეთებ, რადგან უფასოდ მეკუთვნის და თან მივდივარ თქო და მოკითხვა სტრესული დღე მაქვს გოგოებო. ხო და 10-დან 2-მდე მუშაობენ ხვალ. რა ვიცი რატომ ციკლის დამთავრებიდან 2-3 დღე უნდა იყოს გასულიო და რო დავრეკე ახალი დაწყებული მქონდა და ეგრე გამოვთვალე რომ სადღაც გასული დღეები იქნებოდა და 2-3 დღეზე მეტი კი გამოვიდა, მაგრამ რაო ზღაპარო ფისო რაო დედას ფისო არ მაკოცო ცუდი გოგო ხარ შენ კაკაჭამე და გინდა რომ მაკოცო? კოცნა არ შეიძლება როცა კაკაჭამე. იჯეკი ხლა იქ.
არა. კაკა შეჭამე შენ. როცა კაკა შეჭამ დედას არ კოცნი. საყვარელი ღლეთ. მიყვარს, ეცით როგორ მიყვარს, აი მაგისი არაფერს არ მესაზიზღრება ეგრე. მშვიდობისა, დალაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დონაციისთვის ლინკი არის აღწერაში მიჩნეული. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არასწორი ადამიანები არასწორი ინფორმაციებს რო ავრცელებენ. დონაცია არის ნებაყოფლობითი, აბსოლუტურად ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ჩვეულებრივი რაღაცა არის. ალბათ იმ ქვეყანაში დონაციაზე მათხოვრობა, რომ თქვას ადამიანმა აი შემოგხედავენ ისე, რომ ძალიან გაუკვირდებათ ეგეთი რაღაცა. და იმ ქვეყნებში, სადაც 18 ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ იუთუბერებს, დონაცია არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი რაღაცა და არა მარტო იუთუბერებს, ძალიან ბევრი ორგანიზაცია დგას დონაციაზე. ასე რომ ეს არ არის არც სამარცხვინო, არც მათხოვრობა. ეს არის სიყვარულის აქტი ერთი ადამიანის გან მეორესადმი. ხო და ვისაც სურვილი აქვს, რატომ არა? გამახარეთ. მიყვარხართ ძალიან. ანუ ყოველთვის გავიმეორებ, იმიტომ რომ მინდა რომ შავს ერქვა შავი და თეთრი, რაც არ უნდა უნდოდეთ ღია და შეფარულ ბინძურ ადამიანებს რომ გაუფუჭონ ამ ყველაფერს სახელი და მე რაღაცა იარლიყი მომაკრან, რეალობა და ფაქტი ამით არ იცვლება და მე სულ გავიმეორებ იმას, რაც არის სიმართლე, რაც არის სწორი, თუნდაც იმას რომ მაგალითად menstruatsiya სამარცხვინო არ არის, დასამალი არ არის, ქალის ფიზიოლოგია და ნორმაა და სანამ რეაქცია არ შეწყდება, იქამდე აბსოლუტურად იქამდე გავიმეორებ ამ ყველაფერს, სანამ ეს ჩვეულებრივი არის, ჩვეულებრივად აღქმან და მისაღები არ გახდება. ასევე ან გაუგებარი ხალხი სანამ არ ჩამომეცლება, ასევე დონაციაზე ყოველთვის გავიმეორებ. ეს არ არის ხელფასი, დონაცია არ არის ხელფასი, ხელფასი და დონაცია სხვადასხვა რაღაცა არის. დონაცია არის სიყვარულის მონეტიზაცია, როცა გინდა რომ გაახარა შენი საყვარელი ბლოგერი. ანუ ეს არ ხდება არც დაძალებით, არც არანაირი სხვა გზით, არის ნებაყოფლობითი და არის სიყვარულის აქტი. ულამაზესი, უმშვენიერესი, წმინდა. ვისაც არ ესმის ზოგი გაიგებს. ვისაც გაგება არ უნდა, ну, იმასთან მე ხელი არ მაქვს არანაირი. ხო, კიდე ვიღაცამ დამიკომენტარა, დავბლოკე. დამიკომენტარა, რომ ისო რო გირიცხავენო დონაციასო და არხის განვითარებისთვისო, ესო ან ტექნიკის საყიდლად უნდა გქონდესო ან რაღაცაო, იმიტომ რომ პირადი მოხმარებისთვის გამოყენებაო, მაგალითად საჭმლის საყიდლადო დანაშაულიაო. ჯერ ერთი ეგ წესები ვინ დაადგინა, სად წაიკითხე? სად წაიკითხე, რომ წერია, რომ დონაცია ეს არის და ის არის. დონაცია არის საყვარელი ბლოგერისადმი გამოხატული სიმპათია რაღაცა მონეტიზირებული სახით. როცა შენ გინდა რომ გაახარო ადამიანი. მე ის ადამიანი რას იყიდის ამით? ეგ არის იმ ადამიანის საქმე. ანუ დანება უნდა კამერას იყიდეს და უნდა საჭმელს. თუ მაგალითად ადამიანი მშიერია და თუ მაგალითად მის ოჯახს და შვილებს საჭმელი არ აქვს ან რაღაცა პირველადი მოთხოვნილებები აქვს დასაკმაყოფილებელი. ან თუნდაც აი ბავშვი რო სადმე წაიყვანო და რამე აჩვენო, ხო? ანუ ეგ თუ ადამიანს არა აქვს და არ შეუძლია,
არხისგან რა არხისგან ვითარებაზე საუბარი. ანუ როდის იყო რომ ადამიანი პირველად იმ მოთხოვნილებების და მაყოფილების ნაცვლად რაღაცა სხვას ან ვითარებდა. ანუ საჭიროა ჯერ ეს დაიფაროს ეს ასე ვთქვათ პირველადი მოთხოვნილება და მხოლოდ ამის მერე არის რომ განვითარება ხდება და არხის განვითარება ადამიანის განვითარებაა და რაც ადამიანს იმ მომენტში ჭირდება ეგ არის შეიძლება საჭმელი იყოს შეიძლება ტანსაცმელი იყოს შეიძლება სწავლა იყოს შეიძლება სადმე წასვლა იყოს შეიძლება იგივე ექიმის ფული ან წამლის ფული იყოს ან ნებისმიერი რაღაცა თუნდაც ახლა სადმე რომ მიდიან ახლა ხოლმე და ხალხი ურიცხავს და მიდიან დასვენებლად და რაღაცა ხო ეგეც განვითარებაა ხალხო ადამიანი ივსება დადებითით და ამ დადებით მერე აძლევს თავის მაყურებელს ანუ შეიძლება იდეალური კამერით არ გადაიღოს მაგრამ ისეთი პოზიტივი გადასცეს ადამიანს რომ მთელი მისი დღეს შექმნას და ეს არის მთავარი ანუ რატო გვაქვს ხოლმე გაგებაში ცდომილებები არ მესმის იმიტომ გვაქვს ხოლმე რომ არ გვინდა ხოლმე გაგება და გვინდა ხოლმე ადამიანის დემონიზირება, გაუფასურება და აი ეს ტოქსიური ხალხი, რომელიც აი ძალიან უარყოფითად არის გაამწყობილი, ცდილობს, რომ რამენაირად გაგაფუჭოს, თუ ბოროტი სიტყვით ვერ შეძლებს, კეთილად ნათქვამი ბოროტი აზრით მაინც რო გაგაფუჭოს რა, ხო ხდები და ანუ რეალურად როცა ორმოს სხვისთვის თხრი, უნდა იცოდე, რომ ეგ სხვისთვის ამოთხრილი არ არის. ხო და არავინ არ განსაზღვრა კიდე რა რისთვის არის, ანუ ადამიანს რისთვისაც უნდა იმისთვის მოიხმაროს და არ არის წესი და კანონი, რომ ეს ამისთვის უნდა იყოს, ის იმისთვის. კი, შეიძლება კამერა იყიდოს ადამიანმა, შეიძლება სამუშაოდ სხვა რაღაცა იყიდოს, განათება, ტაბიან რა ვიცი რაღაცა, ან შეიძლება საჭმელი იყიდოს და ეს ზუსტად ერთნაირად არის არხის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ადამიანი თუ არ იქნება მშიერი და მწყურვალი, რა არხის განვითარებაზე საუბარი, ხო, საერთოდ ვეღარ გადაიღებს ვერაფერს, რომ თუ მოუწევს რომ დავიდეს და სხვაგან იმუშაოს, ხო, სიტყვაზე. ან თუ მაგალითად შეიძლება სხვაგან არ იმუშაოს, მაგრამ ლუკმაპური თუ არ ექნება ადამიანს, ანუ იმან როგორ უნდა გადაიღოს რაღაცა ისეთი, რომ შენ რაღაცა პოზიტივი გადმოიტანოს შენზე, იმიტომ რომ მე რაც არ მაქვს სხვას როგორ უნდა მივუწე, ხო, ახლა ჩემი შვილი თუ მშიერია და მე თუ მშიერი ვარ, ანუ რაზეა საუბარი და ეგეთი რაღაცების ახსნა რო გიწევს 21 საუკუნეში, ხო? აი რა ვიცი, ის არის სამარცხვინოა. ეს არის, ნახე როგორი რაღაცა, აი შენი მეგობარი რომ მოვა შენთან და დაბადების დღეზე გაჩუქებს თანხას, ხო? და მე ამ დროს ვიღაცა ვარ, გამოვხტი საიდანღაც და გეუბნები, რომ მეგობრის დაჭუკარი ფული აუცილებლად უნდა იყიდო რაღაცა ასეთი და ასეთი, არ შეიძლება რომ იყიდო საჭმელი. მოიცი და მე რა არ ამკითხევარ საიდან გამოვარდი, რა ჩემი საქმეა. შენ რითი რა უნდა იყიდო, რატო ვაფათურებ შენ ჯიბეში ხელს და რატო ვთვლი თავს, რატო ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ შენ გითხრა მე, შენ რითი რა უნდა იყიდო? ანუ შენ თუ შენმა მეგობარმა რამე გაჩუქა, ეს შენი და შენი მეგობრის დამსახურებაა. თუ ის ადამიანი, რომელმაც ეს რაღაცა გაჩუქა, გეტყვის, რომ მე ამისთვის გჩუქნი, ეგ სხვა საკითხია. მაგრამ აი ეს მესამე საერთოდ ვისაკარგვია. რატო გონია რომ ანუ მის აზრს ფასი აქვს ამ შემთხვევაში საერთოდ. იმიტომ ნახე თანხას ის გირიცხავს, ვისაც უყვარხარ. ვინც რაღაცა მიიღო შენგან. რაღაცა ყველაზე ბნელი დღეებში სინათლე იყავი შეიძლება. ამას ბნელი ადამიანები ვერ იგებენ ეს რამდენად ღირს, ხო? ანუ ეს რა ძვირფასია. და მაგალითად ის ადამიანი ხედავს რომ მე რაღაცა მაკლია, რაღაცა მინდა და უნდა რომ გამახაროს, ხო? ეს არის რომ ჩემი მეგობარი, შეიძლება მე არ ვიცნობ მას, მაგრამ ჩემი სულით მონაცავე ადამიანი, ამას აკეთებს ჩემთვის, ხო? იგივე ზღვაზე რომ ვიყავი და ოდნავ რომ მირიცხავდნენ. ანუ მირიცხავდნენ, იმიტომ რომ ხედავდნენ რომ მჭირდებოდა. და ძალიან აი ყველა თეთრი გაუმადგა და არც ერთი არ დამსჩენია, სულ ყველა დავხარჯე და სულ ყველა დავხარჯე ჩემთვის და ჩემი შვილების სიამოვნების და ამაზე კარგი განვითარება არხის არაფერი არ იქნებოდა. იმიტომ რომ პირველი არის ადამიანი რომელიც არის და ადამიანი რომელიც ჩვენში იწვევს იმ ყველაფერსაც იწვევს სიხარულს, სიყვარულს, რომელიც ქმნის. პირველი არის ადამიანი და მერე არის სხვა დანარჩენი. და როგორ ვიღაც თვითონ განსაზღვრავს ადამიანი,
მისი მეგობარი, მისი მონათესავე სული რაღაცას მისთვის რომ გაიმეტებს და ასაც გაიმეტებს იმითი რა იყიდოს. და აი ეს უკვე არ აქვს მნიშვნელობა ბოროტულად იტყვი თუ კეთილად იტყვი, ეს ბოროტების აქტია. აი ეს არის ბოროტების აქტი. ხო და ჩემთან ეგეთების ადგილი არ არის. სადაც ეგეთებს იღებენ და თავზე ხელს უსვავენ, შეუძლიათ იქ წავიდნენ და იქ იყონ. ანუ მე არც ჩემდამი და არც სხვისადმი არ ვიღებ ბოროტების აქტს და თავზე ხელს მით უმეტეს არასოდეს არ გადავუსვა. ხო, შესაბამისად, ჩემთან ეგეთების ადგილი არ არის. ასე რომ რამდენი ვილაპარაკე? ყოველთვის ვილაპარაკებ. ანუ ისეთ რაღაცებზე, რაც არის გაუგებარი, ანუ რაც უნდა იყოს ჩვეულებრივი რაღაცა და არ დადის ზოგიერთამდე და ცდილობენ, რომ დემონიზაცია მოახდინონ ამისი და ადამიანების, ამაზე ვილაპარაკებ. მანამ სანამ ეს არ გახდება გასაგები რაღაცა. ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის ნებაყოფლობით, კიდევ ვიმეორებ. და ის შენაირი ადამიანები არასოდეს არც ერთ საჭიროებისთვის არავის არაფერს არ მისცემენ. მიყვარხარ ძალიან. დონაციისთვის აღწერაშია პირადი ნომერი. დალექით ვიდეო გამოიწერეთ არხი. და ერთად გავატაროთ დღეს, დღევანდელი დღე. გადავიტანოთ ისე რომ არ დავისტრესოთ და არ ვიფიქროთ ცუდზე.